ნატოს სამიტის კულუარებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს რომში პაპის დაკრძალვაზე ესაუბრდნენ, ეს მათი პირველი პირისპირი შეხვედრაა. საუბარმა 50 წუთი გასტანა და მედიისთვის დახურული იყო. დონალდ ტრამპს შეხვედრის თაობაზე საბოლოო პრესკონფერენციაზეც ბევრი ჰკითხეს. მე უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა თუ როგორ აქვს მას საქმეები. შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა. გამოვიტანე დასკვნა, რომ ზელენსკის ძალიან სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მე უნდა დაველაპარაკო ვლადიმერ პუტინს. ნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის დასრულებას. საშინელება არაც ხდება. გასულ კვირას თითქმის 7000 უკრაინელი და რუსი სამხედრო დაიღუპა. ასე რომ მე დაველაპარაკები პუტინს. ზელენსკისთან კი კარგი შეხვედრა მქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ უკრაინის შემდეგ პუტინმა სხვა ტერიტორიების დაპყრობაც მოინდომოს, თუმცა მიუხედავად ამისა, ღიად დატოვა შეკითხვა იმის თაობაზე, გამოუყოფს თუ არა უკრაინას დამატებით სახსრებს იმ თანხების ფარგლებში, რომელიც კიევს ევროპამ და კანადამ გამოუყო. დონალდ ტრამპი არჩევს, რომ ჯერ სიტუაციას დააკვირდეს. უკრაინისთვის ანტისარაკეტო სისტემების პეტრიოტების გადაცემის შესაძლებლობაც ბუნდოვნად დატოვა. თავად ვოლოდიმირ ზელენსკი კი შეხვედრით კმაყოფილია. კარგი შეხვედრა მქონდა ჰააგაში, მივლოცე პრეზიდენტ ტრამპს წარმატებული ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯებმა შეასუსტოს არა მხოლოდ მათი ბირთვული ამბიციები, არამედ დრონების წარმოების შესაძლებლობა. განვიხილეთ ჩვენი ხალხის დაცვის საკითხები, პირველ რიგში საჰაერო სისტემების შესყიდვის გზით. უკრაინა მზადაა შეისყიდოს ამგვარი აღჭურვილობა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ევროპას შეუძლია დაგვეხმაროს. განვიხილეთ დრონების თანაწარმოების საკითხები. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი. ჩვენ განვიხილეთ ფრონტის ხაზიც. პუტინი აშკარად ვერ იმარჯვებს. მე პრეზიდენტ ტრამპს ამის ფაქტები მოვუყვანე. მადლობას ვუხდი მას კეთილი სიტყვებისთვის უკრაინელი ხალხის მიმართ. ნატო სამიტის საბოლოო დეკლარაციაში კი უკრაინის მხარდაჭერა დადასტურდა, თუმცა ამბიციური განაცხადების გარეშე. ფორმულირებები შემსუბუქებულია. თუ გასული წლის დოკუმენტში რუსეთი 40-ჯერ გვხვდებოდა, წელს ეს მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები და როგორც გრძელვადიანი საფრთხე, არა როგორც უკრაინაში აგრესიაზე ერთადერთი პასუხისმგებელი მხარე, როგორც აქამდე. ამჯერად ნატოსკენ უკრაინის მისწრაფება გენერალური მდივნის სიტყვიერ განცხადებებში იკითხებოდა და არა ტექსტში, რომელშიც ჯერ კიდევ შარშან წერდნენ, რომ უკრაინის გზა ნატოსკენ შეუქცევადია. ვფიქრობ, ამ სამიტის გზავნილი ნათელია და იგი ნატოს მხრიდან უკრაინის გაძლიერებაში მდგომარეობს. და ახლა ეს არის დეკლარაციაშიც, ფინანსური მხარდაჭერისკენ მოწოდებით. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია მომდევნო 5-10 წლისთვის. არა იმიტომ, რომ ბრძოლის გაგრძელებას დიდი ხანი ველით, იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გაგაძლიერებთ ამ ბრძოლაში. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და საერთო ბრძოლაში მისი გაძლიერება ევროპელების მთავარ ამოცანად რჩება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა ევროპული პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანმა აქტორმა, რომელთანაც ჰააგაში ნატოს სამიტზე მიწვეულ ზელენსკის შეხვედრა ჰქონდა.